ერთ ან ორ წუთს წაგართმევთ, მინდა სოლიდარობა გამოვხატო ჩემი ორი პროფესორის მიმართ, რომელიც სულ ახლახანს რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ეს არის ირინე ხერხეულიძე და გიორგი ცერცვაძე. ორი საოცრად პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ლექტორ-მასწავლებელი, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, იქ სადაც ირაკლი კობახიძე და სხვები, დღეს გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით, დიანა, ეს არის ისეთი მძიმე მაჩვენებელი, როცა უნივერსიტეტში იწყება პოლიტიკური დევნა, რომელზეც უკვე სხვა ტიპის ახსნა არ არსებობს. ორივე მე თხოვნა მექნება თუ ტელევიზია შემდეგ გააშუქებს და დაინტერესდება ამ პოლიტიკური დევნით, უბრალოდ ამოიღოთ ამ ორი ადამიანის CV. რა საქმიანობდნენ, რა განათლება აქვთ, სად უსწავლიათ, სად უსწავლებიათ და ასე შემდეგ და ნახავთ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ქართული ოცნება, რომ გიორგი ცერცვაძისნაირ და ირინე ხერხეულიძის მსგავს მოქალაქეებს და პროფესორ-მასწავლებლებს დევნის უნივერსიტეტიდან. სოლიდარობა იმ სტუდენტებს თეატრალური უნივერსიტეტიდან, რომელთაც შეუწყვიტეს სტუდენტის სტატუსი და ესეც საბჭოთა ტროიკების მსგავსი მიდგომაა. სოლიდარობა შემდეგ თქვენს რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და რექტორმა და ერთი თვის და ასე შემდეგ მოკეთ დავიტოვოთ იმედი რომ რაღაც საღგონს დაიბრუნებს ლექტორი მაინც არ არსებობს ქართული ოცნების პირობებში არსებობს მხოლოდ და მხოლოდ რეპრესია მე მინდა რომ არ გაყარონეს სტუდენტები ასეც უნდა წარმოიქცნენ ამიტომ ამ ერთი თვის ვადაში დავიტოვოთ იმედი რომ ვინმეს აღმოაჩნდება საღი აზრი მეც მინდა სამართლიანობა ამ ქვეყანაში მეც მინდა რომ ადამიანებს არ დევნიდნენ მაგრამ დევნიან და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებია თუ ადამიანები გატყდებიან ხოლმე შემდეგ მიდის სისტემა კომპრომისზე. ვუსურვებდი სტუდენტებს, პროფესორებს, მსახიობებს რომ არ გაუტყდეთ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამიტომ არანაირი მოლოდინი ამ პირობებში როცა შენ ხარ მტკიცე რეჟიმის მხრიდან დათმობებისა მე ნამდვილად არ მაქვს და ვერ მოვიტყუებ ვერც საკუთარ თავს და ვერც არასწორ მოლოდინებს ვერ შევუქმნი. დაუბრუნდეთ ბაჟის გადახდის თემას, რა ნიშანია ეს ხელისუფლება ამბობს რომ ამით მათ აღიარეს იურიდიულად რომ ანაკლის პოლიტიკა ბრალეულობით ვერ აშენდა. ახსოვს შეკითხვა. მოდი ვთქვათ, რატომ დაიწყო ამ ყველაფრის განხილვა ახლა ქართულმა ოცნებამ? ეს არის წინა წელს გადახდილი არათუ რაიმე ტიპის ჯარიმა, არამედ არის ბაჟი არბიტრაჟის მომსახურებისთვის, ეს არის სერვისი მომსახურების საკომისიო, რომელიც გადაიხადა ანაკლის კონსორციუმმა ჩვეულებრივი მოვლენა, ყველა კეთილსინდისიერი მონაწილე დავის ამ საკომისიოს იხდის და ეს თანხა გადახდილი იქნა როგორც კი სასამართლო პროცესი დამთავრდა. ანუ ეხლა რატომ გააქტიურეს მაშინ? იმიტომ გააქტიურეს, რომ როგორც თქვენ იცით და დარწმუნებული რომ გაქვთ ინფორმაცია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამჟამად მიმდინარეობს ორპარტიული, ეს ნიშნავს, რომ რესპუბლიკელების და დემოკრატების მაღალი შეთანხმების და კონსენსუსის კანონპროექტი იქნება, კანონპროექტი და არა რეზოლუცია, რომელიც შეეხება მსოფლიოში ღრმა წყლოვან პორტებზე საკუთარი მათ შორის ინტერესის გამოხატვას და შეზღუდვას ჩინური მონოპოლიების, ჩინური დომინაციის. ამერიკის შეერთებული შტატები თავის დროზე დაინტერესებული იყო ანაკლის სპორტით, სწორედ ამიტომაც იყო ანაკლის კონსორციუმში ამერიკული კომპანიები და ეს კანონპროექტი საკუთარ თავში მოიცავს დიანა სანქციებს, მოიცავს პოლიტიკურ შეფასებებს და ეკონომიკურ ქმედებებს. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის ქართულმა ოცნებამ, რომ ეს მზადება მიდის, ჩვენ ვნახეთ მათ შორის რიგი კონგრესმენების განცხადებები პლატფორმა X-ზე, სადაც ამაზე ღიად ლაპარაკობენ და ანაკლი ახსენეს. ამიტომ ეს შიში რომელიც მოდის გასაგებია, მაგრამ ეხლა ამერიკული პოლიტიკა ძალიან პერსონალიზებულია და მთლიანად პრეზიდენტზე და მის რამდენიმე გარემოცვაზეა მორგებული, თუმცა ეს არ აკნინებს ალბათ ამ დოკუმენტის თუ ის გავა ეს თქვათ ვერ დაგეთანხმებოდით. იმიტომ რომ მაგალითად უკრაინის თემაზე თავისივე პარტია მიმართვას უგზავნის რესპუბლიკური პარტია ტრამპს რომ ასე კი არა ასე მოიქეციო. ანუ ნახოთ, მისი პოლიტიკა არის მისი პარტიისგანაც აცდენილი, მაგრამ დაუბრუნდეთ პორტების თემას. თქვენთან ურც მე ვიჩქარებ მოლოდინებში, ნახოთ და შევაფასოთ ის მოცემულობა რაც ამ წამს დაამჯამიერა. მოცემულობა ღრმაწყლოვან პორტებთან დაკავშირებით ფიქრობთ რომ აქ შეიძლება ეს კონკრეტულად ანაკლის სპორტი არ იგულისხმება, მაგრამ ამ კანონპროექტის ინტერესი უნდა დამასრულებინოთ, უნდა დამასრულებინოთ. იგულისხმება. ახსენეს, კონკრეტულად ახსენეს, რაც თქვი წერა, რომ პლატფორმა X-ზე რიგმა კონგრესმენებმა, მათ შორის ჯო უილსონმა, რომელიც ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა ამ პროცესის,
თავად ახსენა, რომ ანაკლიის სპორტი არის ის სპორტი, რომელიც შედის ამერიკის შეერთებული შტატების საპარტნიორო ინტერესებში საქართველოს სახელმწიფოსთან. შესაბამისად, არის ამაზე ლაპარაკი და ეს ვილსონის ტვიტი არის თქვენთვის ამის, ანუ ამ თემაზე ის, რომ ერთ-ერთი არგუმენტი სპორტი არის ამ ინტერესის სფეროში. ჩემთვის არის მათ შორის სახელმწიფო მდივნის, ყოფილი სახელმწიფო მდივნის პომპეოს განცხადება ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით. არაერთი განცხადება. სახელმწიფო მდივანი როცა ლაპარაკობს, კონგრესმენები როცა ლაპარაკობენ, ორპარტიული დოკუმენტი როცა დგება, ეს რა თქმა უნდა არის ფაქტობრივი მოცემულობა. დანარჩენი არის მოლოდინი, თქვენი ან ჩემი პოლიტიკური შეფასება, მაგრამ ჩვენ ხო ამაში არ შევდივართ. რა ვითარება ვიმყოფებით ახლა? კი. რა ვითარებაში ვიმყოფებით ახლა? ეს ინტერესი გამოხატულია და რა თქმა უნდა ივანიშვილმა იცის ეს ყველაფერი და ამიტომ წინასწარ ცდილობს პროპაგანდა ამუშაოს. რაც გულისხმობთ ახლა პროპაგანდა როგორ მუშაობს? პროპაგანდა მუშაობს იმაზე, რომ წინა წელს გადახდილი საკომისიო მომსახურების საფასური გაყიდეს თითქოს და ჯარიმა არ არსებულია ტყუილია. ეს არის ტყუილი, მართლა მშრალი ტყუილია. საკომისიო გადახდა სხვა შორის უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად თუ ვინმე პროცესს აგებს, მას ეკისრება მეორე მხარის შესაბამისი ვალდებულებების და ხარჯების ათვისება, ხო? გადახდის ვალდებულება. ამ შემთხვევაში ესეთი არაფერი არ ყოფილა, იმიტომ რომ არბიტრაჟმა ეს არ გადაწყვიტა, უბრალოდ თქვა, რომ რისკები, რომელიც თქვენ აიღეთ ანაკლის მშენებლობის პროცესში, მაშინ როცა ხედავდით, რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა, მაშინ როცა თქვენ ხედავდით, რომ სახელმწიფო არ იყო დაინტერესებული ანაკლის სპორტის აშენებით, ამ რისკებზე პასუხისმგებლობა მაინც ბოლოს თქვენ გრჩებათ. მე ვიცი მაგალითად მამუკა ხაზარაძის და ბადრ ჯაფარიძის პოზიცია, როგორც კონსორციუმის ერთ-ერთი ნაწილი. ისინი არ იყვნენ მთელი კონსორციუმი. ისინი დღესაც მზად არიან, რომ აიღონ კიდევ რისკი თუ იქნება შესაძლებლობა ანაკლის სპორტის დასრულების. სხვა დროსაც, იმიტომ ანაკლის სპორტი არ არის მხოლოდ ეკონომიკური პროექტი, ის არის ეროვნული ინტერესების მქონე პროექტი, რომელიც ეკონომიკურ აღმავლობასთან ერთად მოქონდა ამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, იმიტომ რომ როცა ევროკავშირის ქვეყნების ინტერესი, ამერიკის შეერთებული ქვეყნების ინტერესი, უსაფრთხოების და ტრანზიტის მიმართულებით და ხელისუფლების იმპოზიციონირების გამო, რომელზეც მათ შორის ხაზარაძე საუბრობდა, რომ ეს იყო რაღაც ხელის შეშლის და ბარიერების მთელი წყება, თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას შეუძლია ხაზარაძე თქვა და კონსორციუმი დააბრუნოს ანაკლის თემასთან? რომელ ხელისუფლებაზე ვსაუბრობ? ანუ ქართულ ოცნებაა ხელისუფლებას ქართულ ოცნებას საერთოდ ანაკლის სპორტის აშენება არ უნდა. მე გაგახსენებ, სხვა შორის თქვენს ეთერში იყო სტუმრად რომან კაკულია, რომელიც მაშინ იყო ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი სპიკერი, ჯერ კიდევ ის დროა, როცა დადიოდნენ ეთერებში. კი, ეკონომიკისა და ფინანსთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. დიახ, რომან კაკულია, რომელმაც თქვენს ეთერში თქვა ძალიან საინტერესო რამ, რომ ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ანაკლის სპორტი გააჩერა, ოღონდ სინამდვილეში მოკლა, ეს გააჩერა გეოპოლიტიკური არგუმენტაციით და მიზნებით, რუსეთის ფაქტორების გათვალისწინებით. არ გამორიცხა რუსეთის ფაქტორები. არა, პირდაპირ თქვა, მე მახსოვს, რომ თქვა, რომ გეოპოლიტიკური არგუმენტებით და ეს ხო ნიშნავს იმას, რომ რუსეთის დავალებით რეალური წამოწდენა იყო ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი სპიკერის. ქართულმა ოცნებამ რუსეთის დავალებით გააკეთა. ბიძინა ივანიშვილის ფრაზა რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში. ესეც ხო ეს ყველაფერი იყო. ამას რომ თავი დავანებოთ, დიანა, 7 წელი გავიდა ზუსტად. ანაკლის კონსორციუმს რაც ჩამოართვეს ანაკლიაზე უფლება 7 წელი გავიდა. 7 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ რამდენჯერმე სხვადასხვა საარჩევნო ციკლში დაყენებული 2-3 ტრაქტორი, როცა ვითომ საქმეს იწყებდნენ, ანაკლის სპორტი აშენდება და ამ დროს არაფერი კონსერვაციაც კი არ მომხდარა, გაუბედურეს იქაურობა, ანაკლიელები ტვერში ხრჩობიან. იმის გამო, რომ იქ სპორტი არის, იქ უნდა ყოფილიყო, ახლა მართლა 64 უნდა ყოფილიყო, დასაქმების შესაძლებლობა, მარტო ქართველებისთვის კი არა, მათ შორის აფხაზებს უნდა შეძლებოდათ, რომ დაინტერესება მომხდარიყო ამის კონფლიქტის ზონიდან ოკუპაციო ხაზიდან 3 კილომეტრში შენდებოდა. ეს რისკიც აიღო თავის დროზე მამუკა ხაზარაძე, იმიტომ რომ აქ მართლა საქართველოს ყველანაირი ინტერესი იყო გაერთიანების, ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების. უნდა ვთქვათ, რომ ამ პროპაგანდას პარალელურად რა აქვს მიყუჩებული გვერდით. მე მოვიტანე ახლა დოკუმენტები, 2 დოკუმენტი, ეს არის ინგლისურენოვანი ხელშეკრულება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ხელმოწერილი ერთ-ერთ იურიდიულ კომპანიასთან, რომელსაც ქვია White and Case.
white and case არის აუცილებლად გათქმევინებ დიდი ბოდიში რომან კაკულიას ციტატა მაინც ნახე რომან კაკულიას თქმით ხელისუფლებამ ანაკლის პროექტი რუსეთის ინტერესების გამო შეაჩერა ჩემს ეთერში იმიტომ დაეტაკე რომ მას საგარეო კურსთან სწორი ორი მოიცა რუსეთის ბიძინა ივანიშვილი არის თუ რუსული პროექტი თუ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არის ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მე მდგევარ იმ მხარეს ეს არის რუსული პოლიტიკის თავიდან აცილების პოლიტიკა რაღაც მაგრამ ნუ პირველი ფრაზა რო წაიკითხოთ რაც ხელისუფლება ხაზარაძეს იმიტომ დაეტაკა რომ მან ვერ გააკეთა საგარეო კურსთან დაკავშირებით სწორი ორიენტირი ან მისი ხედვა თუ არ დაემთხვა ეს მისი არა რატომ გააჩერა მე გეუბნებით ამ ნარატივში რომ ხო რატომ გააჩერა პირველი ფრაზა არის რუსეთის ინტერესების გამო შეაჩერა რუსული პოლიტიკის თავიდან აცილებით ხსნის თავრობის მე ზუსტად ეს ვთქვი გადაწყვეტილებას სწორად მახსოვდა რომ რომან კაკულიამ დაადასტურა ივანიშვილმა რუსეთის გათვალისწინებით გააჩერა ანაკლის სპორტის მშენებლობა მოკლა საქართველოს პერსპექტივა იყოს მთავარი ტრანზიტი პოლიტიკის თავიდან აცილება კი ბატონო დავაგრძელებ საუბრობდი იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებაზე რომელიც გაფორმებულია იურიდიულ კომპანია White and Case-თან ეს კომპანია წარმოადგენდა ქართულ ოცნებას ანაკლის კონსორციუმის მკვლელობის გეგმაში პარიზის არბიტრაჟში და აქ წერია ძალიან მარტივი და გასაგები ციფრი რომელიც შემიძლია მე დეტალურად წავიკითხო 72 მილიონი 71 მილიონი 899,059 ლარი და 99 ეს არის ყოფილა აქამდე საჯარო ინფორმაცია მე პირველად მოვისმინე დღეს თქვენ ეს არის ის ხარჯი რომელიც ანაკლის კონსორციუმის მკვლელობაში რომ დაიქირავეს ის იურიდიული კომპანია გადაუხადა ქართულმა ოცნებამ მოხუთ საიდან გადაუხადა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ანუ თქვენი ფული გადაიხადა 72 მილიონი იმაში, რომ ანაკლის სპორტი ვერ განხორციელებულიყო. ანაკლის სპორტი ვერ განხორციელებულიყო, თურმე ხაზარაძეს და კონსორციუმს უნდა გადაიხადა 650,000 დოლარი, ამისთვის გადაიხადეს 72 მილიონი? ხუმრობენ? ეს ხო სიგიჟია. ეს ხო არარსებული არგუმენტაცია. ეს აუცილებელი ხარჯი იყო მათთვის ამ პროცესში მონაწილეობის? ეს იყო ის ხარჯი, რომელიც მათ ჭირდებოდათ ანაკლის პროექტის გაყინვისთვის და გაჩერებისთვის და მკვლელობისთვის და ეს ხარჯი გაწეულია საქართველოს მოქალაქეების ბიუჯეტიდან 72 მილიონ ლარზე ვლაპარაკობთ დიანა უზარმაზარი ფულია და თქვენ გახსოვთ ხო მაშინ კონსორციუმი პოლიტიკური ნების გამოხატულებად საგარანტიო ფურცელზე დაწერილ გარანტიას რო ითხოვდა რამდენი იყო 15 მილიონი 15 მილიონი იყო ფურცელზე დაწერილი გარანტია, რომ ამით პოლიტიკური ნება გამოეხატა სახელმწიფოს, რომ ისინი დაინტერესებული იყვნენ რეალურად მშენებლობით, იმიტომ რომ ინვესტორებსაც ეჭვი შეეპარათ, ისეთი კასკადი წამოვიდა ქართული ოცნების და ივანიშვილის მხრიდან ძალადობის, მუქარის, რაღაც გაუგონარი პროკურატურა მოწმედ რომ იბარებს ადამიანებს, ამაზე გაკეთებული ბრიფინგი, ოდესმე ამდენი წლის ჟურნალისტი ხართ, ყველა მნიშვნელოვან საკითხს ააშუქებდით. პროკურატურა მოწმედ იბარებს საქართველოში ბრიფინგი გათეთრების TBC-ის საქმეს გულისხმობ. ეს პროცესი იყო, ხო? რეპუტაციული ზიანი ინვესტიციების მოზიდვის პროცესში. ამ დროს გადაიხადა ეს 15 მილიონი ლარი საგარანტიო ფურცელზე დაწერილი უნდა ყოფილიყო. 72 მილიონი ლარი გადაიხადეს მხოლოდ იმ იურიდიულ მომსახურებაში. დააზუსტონ, გამოაქვეყნონ სხვა ხელშეკრულება თუ არსებობს სხვა რაიმე ტიპის ციფრი. მე მიჭირავს ეს ხელშეკრულება, რომელსაც აქვს ინგლისური და ქართული თარგმანიც ნოტარიულად დამოწმებული იუსტიციის სამინისტროს ხელმოწერით, ხო? იუსტიციის მინისტრის მოადგილის ხელმოწერით გიორგი პატარიძე პირველი მოადგილე იუსტიციის მინისტრის. შესაბამისად გამოაქვეყნონ რამდენი დახარჯეს თუ სხვა ციფრი არსებობს. არ არსებობს სხვა ციფრი 72 მილიონი. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ მკვლელობაში საქართველოს ეროვნული ინტერესების. მაშინ როცა შეეძლო 10,000-ობით სამუშაო ადგილის შექმნილიყო, ქალაქი ანაკლია დაფუძნებულიყო, რომელიც შესაძლებლობა გახდებოდა აფხაზებთან მათ შორის ვლაპარაკის, არა მხოლოდ ეკონომიკაზე და უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობთ. სოხუმის ჩაბნელებული სანაპიროდან რომ გამოჩნდებოდა ანაკლის გაღაჟღაჟებული, განათებული ქალაქი. ხო წარმოგიდგენთ ეს რამ? ირაკლი, ახლა რა შეიძლება იყოს ამ იდეის, არ ვიცი, მოკავშირე? ის აქტი, რომელზეც ლაპარაკობთ ქართული ოცნების პირობებში არაფერი. ჩვენ უნდა შევხედოთ რეალობას პირისპირ თვალებში და უნდა ვთქვათ, რომ ქართული ოცნების პირობებში ანაკლია არ აშენდება. არ აშენდება. ქართული ოცნების კონტრაქტორების მეშვეობით, რომელთანაც ახლაც აწარმოებს
ხელისუფლება არა, რა რაღაც თქმა უნდა. კომუნიკაციას. არა, ჩვენ არ გვაქვს ამის მოლოდინი, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი დაინტერესებულია ანაკლიის სპორტის მშენებლობით, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართული ოცნება დაძრავს ამ საკითხს და რეალურად ჩვენთვის საინტერესოს, ჩვენი ქვეყნისთვის საინტერესო ინვესტორებს ააშენებინებს თუნდაც ანაკლის სპორტს. ამის მოლოდინი არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილი არ შეცვლილა, ისევ იგივე ბიძინა ივანიშვილია, რაზეც რომან კაკულია თავის გადაცემაში და ჩართვაში თქვენთან მიუთითებდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პირველ რიგში ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს და შემდეგ ითვალისწინებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩემთვის ეს ნათელი გახდა იმ პროცესების დროს, რასაც უყურებდი სასამართლოში, როცა ეს რაღაც ფულის გათეთრების შეკერილი საქმე მიმდინარეობდა, იმ განცხადების დროს, როცა რომან კაკულიამ ეს გააკეთა, იმ 7 წლის განმავლობაში, როცა ანაკლის კონსორციუმი ჩამოაშორეს ანაკლის, 7 წელი ანაკლის სპორტი არაფერი არ გაკეთებულა. ისევ იმავე მდგომარეობაშია. შესაბამისად, მათ აქვს ძალიან მარტივი მოცემულობა, გასცენ პასუხი, რაში წავიდა 72 მილიონი ლარი ამ დოკუმენტების მიხედვით, ოფიციალურად ხელმოწერილი დოკუმენტების მიხედვით. აი, დასკვნის საჯაროობას თავად ეს არბიტრაჟი ითვალისწინებს, რომ არ იყოს ეს საჯარო, რომ თქვათ უფრო მეტი გაგვეგო დეტალები. მე როგორც ვიცი კი, მე კარგად არ ვიცნობ ამ რაღაცა არბიტრაჟის სტანდარტებს, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის საჯარო, ვიცი დაახლოებით, რომ ამ გადაწყვეტილებაში იყო განსხვავებული სამი მოსამართლე მონაწილეობდა, ერთი განსხვავებული აზრი, სადაც საუბარი იყო პოლიტიკურ დევნაზე და ორი მოსამართლის აზრი, რომ კი პოლიტიკური ხელშემშლელი ფაქტორები არსებობდა, მაგრამ რისკი, რომელიც უნდა აეღო ანაკლის კონსორციუმს, ხომ იცოდა რა ტიპის ხელისუფლებასთან ჰქონდა შეხება, ყაჩაღთან, რომელსაც არ ჰქონდა დაინტერესება ანაკლის სპორტის აშენების, თუ მაინც გააფორმა ხელშეკრულება, მშრალად სამართლებრივად შეხედა ორმა მოსამართლემ, მაშინ ეს რისკი მაინც დააკისრა ანაკლის კონსორციუმს. ეს იყო ამ გადაწყვეტილების შინაარსი. თუმცა ხო ფაქტობრივი მოცემულობა, რომ პროცესი, რომელიც ანაკლის გარშემო შეიქმნა, არ იყო მხოლოდ სამართლებრივი. ის იყო პოლიტიკური. შესაბამისად, ამ ორ მოსამართლეს უნდა გაეთვალისწინებინა, მათ შორის ის პოლიტიკური კონტექსტი, რამაც ფიზიკურად შეუძლებელი გახადა იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც ისინი მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტაცია იყო, კონტრაქტების დეტალებით წავიდნენ და არა კონტექსტის. დიახ, კონტექსტი არ იქნა გათვალისწინებული, ერთმა მოსამართლემ ეს ყველაფერი გაითვალისწინა, რაც იშვიათ შემთხვევაა ძალიან განსხვავებული აზრი დაერთოს გადაწყვეტილებას და დაურთო საკუთარი განსხვავებული აზრი, რომ საქმე ჰქონდა ანაკლის кейს პოლიტიკურ დევნასთან, საქმე ჰქონდა ანაკლის პროექტს ხელოვნურ ხელშეშლასთან, სადაც ჩარეული იყო პროკურატურა, სადაც ჩარეული იყო სუსი, სადაც ჩარეული იყო მძიმე გავლენა, მე ეს ყველაფერი ჩემთვის დადასტურდა დიანა ძალიან მარტივი მოცემულობით, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა რუსეთისთვის სასარგებლო საქმიანობის წარმოებისთვის. ეს ყველაფერი ანაკლიასთან მართლა კავშირშია. იმიტომ რომ ის სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, ჩვენ ხო ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ის სახელმწიფო, რომელიც რაც გაკვირით გადაწყვეტილებებს იღებს. ის სადაზვერვო ინფორმაცია ეხება მათ შორის დარწმუნებული ვარ მსგავს საკითხებს. ანაკლის პროექტის ჩაგდებას, რუსულ კანონს, რუსულ ეკონომიკაზე საქართველოს მიბმას, ეს ხო ხელოვნურად ხდება და არა რაღაც ჩვეულებრივი პროცესი არ არის. ამაში ივანიშვილი ღებულობს თავის უსაფრთხოების გარანტიებს, შეიძლება სხვა ტიპის ფინანსურ სარგებელსაც და ასე შემდეგ. ამ დანაშაულში ბრალდებული არის ივანიშვილი და მის გარშემო არსებული კასტა, რომელიც უბრალოდ სახელიგვარები არიან და რა თქმა უნდა იცვლებიან პერიოდულად.